ინფრასტრუქტურული პროექტები, ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ტურიზმის განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ადიგენის მუნიციპალიტეტში გზისა და საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების დამონტაჟება, რეკრეაციული სივრცეების, საბავშვო ატრაქციონებისა და მინი სტადიონების მოწყობა აქტიურად ხორციელდება. გრძელდება სოფელი უდის მისასვლელი გზის მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია. დასრულდა სოფელ ზაზალოსთან მისასვლელი გზის პირველი ეტაპის სამუშაოებიც. დაიგო 1900 მეტრი გზის ასფალტი. გარდამავალი პროექტის ფარგლებში სოფელ ზაზალოში 2006 წელს გაგრძელდება 1100 მეტრი გზის დაგება. პროექტი გავაკეთეთ ამ გზის დაახლოებით არის კილომეტრამდე. პანიარალი, ძალიან ჩქარი ტემპით მუშაობს ეხლაც ამ აღნიშნულ გზაზეც და გეგმავს რომ სოფელ ზაზალოშიც ამ ახლო მომავალში ალბათ 10 დღეში გადავიდეს შემდგომ მიმართულებით და გააგრძელოს მუშაობა. სანიაღვრე არხებიც არის ამ პროექტში გათვალისწინებული, ნაწილობრივ სრულად არა, არის არხები, რომელიც ძველი სანიაღვრე არხებია, ისევ კარგ მდგომარეობაში. წყლის სისტემა 3-4 კილომეტრით დაახლოებით გაახლდება რა და შემდეგ იქნება კიდე სხვა ეტაპები, რომელიც საბოლოო ჯამში სოფლამდე უნდა უზრუნველყოთ ახალი ხაზი. იყო ტალახიც იყო და ყველაფერი გაუსაძლისი გზა იყო აქ. ნიშნულოვანია ჩემთვისაც და სოფლისთვისაც და რაიონისაც, იმიტომ რომ მთელი ნახევარი რაიონი აქედან დადის. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორძესა და საღრძეში დამონტაჟდა თანამედროვე სპორტული მოედნები, რომლებიც სრულად მორგებულია ადგილობრივების საჭიროებებზე, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. გარდა ამისა, სოფელ ბოლაჯურში მე-20 საუკუნეში აშენებულ შენობას დემონტაჟი ჩაუტარდა და აშენდა თანამედროვე სტანდარტების ქორეოგრაფიული, საბილიარდე და ჭიდაობის დარბაზები. ამავე სოფელში მოიწყო ძიუდოს დარბაზიც. ადიგენის მუნიციპალიტეტში ჩორჩნის გზაზე ორსართულიან უძველეს საცხოვრებელ შენობას ჩაუტარდა გარე ფასადების რემონტი. შეიცვალა სახურავები, შენობის წინ მოეწყო დასასვენებელი რეკრეაციული სივრცე. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ პრიორიტეტი ჩვენი რაც იყო დასახული, რომ განვითარდეს ტურიზმი და ახალგაზრდებს შეეწყოთ ხელი იმისთვის, რომ განვითარდეს და დამაგრდნენ ადგილზე, ყველაფერს ვაკეთებთ ამისათვის. მთლიანად ეს პროექტი, რაც ჩვენ ახლა დღეს მოვინახულეთ, 5 მილიონზე მეტი დაჯდა და როგორც გითხარით, ძირითადად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ვთხოვეთ, შეგვისრულეს ეს თხოვნა და გაგვიკეთეს ეს სტადიონი. ძალიან კმაყოფილი ვართ, ახლა დღეს უკვე სკოლა თუ არა, ყოველ საღამოს არიან ახალგაზრდები, თამაშობენ, მხიარულობენ. ძალიან დიდი მადლობა, რომ ეს ყველაფერი ჩვენ სოფელს აქვს უკვე და ის მიზანი გვაქვს, რომ გამოვიდეთ ყოველ საღამოს, ბავშვებმა შევიკრიბოთ, ვითამაშოთ, ვიმხიარულოთ. ხელისუფლების და ადიგენის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ტურიზმის განვითარებაა. აღნიშნული პროექტები ჯამში 5 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.